გამარჯობა. ქარგვის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სწორად გადავთვალოთ უჯრები, რომ სწორად დავსვათ ნაქარგი უშუალოდ ფიგურაზე. ამ შემთხვევაში, რადგან მე გადავწყვიტე მარჯვნიდან ქარგვის დაწყება, აი ამ კონკრეტული უჯრიდან, ზევითა, ყველაზე უკიდურესი მარჯვენა უჯრიდან, მე უნდა გადავთვალო უჯრა, აი ყურეთ, ამ ხუთეულის შემდგომი ორეული რომ მოდის, იქიდან პირველივედან მესამე უჯრა. აი ეს ხუთეული ზედა ორეულის პირველივე და ამის მესამე 1, 2 და 3. ახლა ეს უჯრა კი უნდა მოვქარგო, მაგრამ საიდან დავიწყო ქარგვა ამ უჯრიდან თუ ამ უჯრიდან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. მოდით დავიწყოთ ზევიდან. ზევით ქვევით და ეხლა როგორ ვამაგრებთ. უკან გვაქვს უწყვეტი ნაწილი დარჩენილი, როგორც ხედავთ, აი ამ უწყვეტ ნაწილში გავატარებთ ნემს. всё. ეს უკვე ჩამაგრებულია. და აქეთ გვაქვს ესეთი ცალი გადასვლა. აი ყურეთ, როგორც ჩვენს ქარგვის ინსტრუქციაში ანაჩვენები, ნიშნულოვანია, რომ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და შემდეგ გადასვლები, პირველი გადასვლები ყოველთვის იყოს მარცხენა ქვედა უჯრიდან მარჯვენა ზედა უჯრაში. არ მარჯვენა ზედა უჯრიდან მარცხენა ქვედა უჯრაში. მთავარია აი ესეთი დიაგონალი გაკეთდეს და შემდგომ მეორე დიაგონალები გაკეთდეს საპირისპიროდ. სწორედ აი ამ სქემას მივყვებით, ასე ვთქვათ, პირველი ეს გავაკეთეთ, რა ქვია, დიაგონალი, ახლა უნდა გავაკეთოთ მეორე. მაქსიმალურად ეთადეთ, რომ ეს ძაფიც თუ დავუშვათ ცოტა მოგეგრიხათ, იყოს გაშლილი, რომ ზედაპირი კარგად დაიფაროს. და მესამე. ახლა ავდივართ უკან, რომ გამოვიდეს აი ეს 3 უჯრა. ყურეთ, რას გულისხმობ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყოს კარგად. 2 და 3. გაგრძელებას შემდეგ ვიდეოში იხილავ. აბა შენ იცი, ქარგე